6 ოქტომბერია ორშაბათი თქვენ თავისუფალ სივრცეს უყურებთ მე ვახო ხუზმიაშვილი ვარ საღამოს მშვიდობისა 4-ში დაიწყეს ამ წუთიდან ჩვენ გეკუთვით ძალაუფლება შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია ისინი ჩვენ ჩაგვაბარონ მამაკაცური ძალა დღეს დაიწყებს მოქმედებას მე ვთხოვ ყველას ბარათაშვილის პარკისკენ მამაკაცური ძალა მხოლოდ და მხოლოდ ვიკრიბებით იქ და ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება ოთხშივე დაამთავრეს. მათ ბორკილები გვიანღამითვე დაადეს. პაატა ბურჭულაძეს, მურთა ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს, ლაშა ბერიძეს. 9 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ, პროკურატურა მრავლდება წარუდგინა. სასჯელის სახით და ზომად 9 წლამდე თავისუფლების საქმეთას ითვალისწინებს. მე 4-ში არა ვარ ეთერში, თუ არ ვწდები ვარ 6-ში ეთერში, აუცილებლად მოგიწევთ და აი ამას, რასაც ახლა თქვენ ლაპარაკობთ და შემდეგ აი მაინტერესებს რა პასუხი გექნებათ თუ არ მოახდინეთ დამხობა, რას იტყვით მერე და აქვე მომეცით პირობა, რომ თქვენ 6-ში მოხვალთ და იტყვით, რომ აი დავამხეთ ხელისუფლება. რა პასუხი გექნება ძალიან მაინტერესებს. დღეს თავისუფალ სივრცეში უყურეთ და მოусმინეთ კოალიცია ცვლილებებიდან დარეჯან ხვიტარიას, ხელისუფლებიდან იოსებ ჯორბენაძეს, საზოგადოებრივი პოზიციით ექიმი ნინო ნადირაძე. როგორ ჩაიარა ადგილობრივმა არჩევნებმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. ხვდებით საღამოს 9-ზე თავისუფალ სივრცეში. ასე დღეს 6 ოქტომბერია და როგორც დაგპირდით, ჩვენი სტუმარი უნდა იყოს ქალბატონი დარეჯან ხვიტარია, ფოთის საკრებულოს მოქმედი დეპუტატი კოალიცია ცვლილებებიდან, ის რუსთაველის გამზირიდან ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. საღამოს მშვიდობისა ქალბატონო დარეჯან, მადლობა პირველ რიგში იმისთვის, რომ შეასრულეთ თქვენი სიტყვა და გვერთვებით პირდაპირ ეთერში. ვიდრე ქალბატონო დარეჯან დავიწყებთ საუბარს, მოდით ვნახოთ რამდენიმე დღის წინ მე თქვენთან მქონდა ინტერვიუ, ანონსშიც გავიდა, მოვისმინოთ ფრაგმენტი ამ ინტერვიუდან და მე გავაგრძელოთ საუბარი. ხელის აწევით გადადგება ხელისუფლება. იმდენი ხალხი მოვა, რომ მას უფლება არ ექნება ხელისუფლებაში დარჩენის. მე მას პირდაპირ გეუბნებით, რომ 500.000-იო თქვენ რასაც ლაპარაკობთ, 500.000 შეიძლება მეტი მილიონი გამოვიდეს. 500.000 ხო არის თელი საქართველო. მილიონი გამოვიდეს. როგორ ლელო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, გახარია არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ჩერგოლეიშვილი არჩევნებში ღებულობს ლელო მონაწილეობას, თქვა რომ ყველა მოვალთ იქ. ჩერგოლეიშვილი მყავდა გუშინ ეთერში და თქვა რომ მას არ ჯერავს აი ესეთი თარიღებში რევოლუციის და ასე შემდეგ და ეს რაღაცა შეაფასა რაღაცა არასერიოზულად აი ეს თქვენი განცხადებები რომ 4-ში გამოხვალთ და 4-შივე დაასრულებთ. თვითონ ოპოზიციაც არ გიჭერთ ნაწილი მხარს აი ამ რევოლუციაში თუ დამხობაში. ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლება რომ წავიდეს. თუ 4-ში იქნება, თუ 5-ში იქნება, თუ 6-ში იქნება, ხელისუფლება აუცილებლად წავა. ამას გპირდებით. ანუ პაატა ბურჭულაძე ამბობს რომ 4-შივე წავაო და თქვენ მე ვფიქრობ რომ 4-შივე წავა, მაგრამ თუ 5 იქნა და 6 იქნა რა დანაშაულია ამით? რამე დაშავდება? ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლება რომ წავიდეს. იმიტომ რომ ერთი კაცის არ არის ეს ქვეყანა. 4-ში არა ვარ ეთერში, თუ არ ვწდები ვარ 6-ში ეთერში, აუცილებლად მოგიწევთ და აი ამას, რასაც ახლა თქვენ ლაპარაკობთ და შემდეგ აი მაინტერესებს რა პასუხი გექნებათ თუ არ მოახდინეთ დამხობა, რას იტყვით მერე და აქვე მომეცით პირობა, რომ თქვენ 6-ში მოხვალთ და იტყვით, რომ აი დავამხეთ ხელისუფლება. რა პასუხი გექნებათ ძალიან მაინტერესებს. კითხვა დასმულია ქალბატონო დარეჯან, რა პასუხი გაქვთ 6 ოქტომბერია? პასუხი? დიახ, ხო მითხარით რომ დავამხოთ 4-ში თუ არა 5-ში არა 6-შიო, დიახ? დიახ. არა, დამხობა ეხლა ზე არ არის. ხო. არა, არაფერი არ დამთავრებულა, მინდა გითხრათ. ხო, ბრძოლა გრძელდება, მინდა გითხრათ და ამ ბრძოლამ შედეგი ის გამოიღო, რომ მიუხედავად იმისა, ერთმა ადამიანმა სამჯერ მისცა ხმა სხვადასხვა უბანზე 31%-ის მეტი რომ არ მოვიდა არჩევნებზე.
41% მოვიდა ქალბატონო დარეჯან. მე არჩევნებზე არ გელაპარაკებით. თქვენ თქვით რომ 4-ში თუ არა 5-ში თუ არა 6-ში მაინც დავამხობთო მშვიდობიანათო და სად არის დამხობილი ხელისუფლება ქალბატონო დარეჯან? დამხობილია ხელისუფლება, როდესაც 69% ხმას არ აძლევს, 31%-ს იწერს სამჯერ მიცემული უბანზე ხმით ერთი და იგივე ადამიანის, ეს უკვე დამხობილია ხელისუფლება. ვინაიდან მოქალაქეებს არ სურს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, არჩევნებში არ მიდის, ეს დამხობილია. ქალბატონო დარეჯან, არჩევნებზე თქვენი პოზიცია იმ თავითვე ცნობილი იყო, არ იღებდით მონაწილეობას. მე გელაპარაკებით, რაც განვითარდა გუშინ და უпростоრად გუშინწინ რუსთაველის გამზირზე. თქვენ მთელი ამ დღეების განმავლობაში საუბრობდით, რომ 6-ში ეს მარტო თქვენ მიეცით ამას დაშვება, რომ მაქსიმუმ 6-ში აღარ იქნებოდა ხელისუფლება. მანამდე ჩვენ გვესმოდა, რომ 4-ში დაიწყებოდა, 4-ში დამთავრდებოდა, 4-ში დამთავრდა ის ღონისძიებები, რომელსაც მართავდა პაატა ბურჭულაძე და რამდენიმე ადამიანი დაადეს ბორკილები და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. რამ შეგიშალათ ხელი იმაზე ვისაუბროთ, რატო ვერ დაამხეთ ხელისუფლება? ისეთ მოცემულებაში ვცხოვრობთ, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის ადამიანები ისჯებიან. და რა დააშავა პატა ბურჭულაძემ, რა დააშავა თუნდაც იმ 5 ადამიანმა, რომ დაიჭირეს, ძალიან გვაინტერესებს ერთი, რა დააშავეს, დანაშაული რა ჩაიდინეს. რა ჩაიდინეს? ვის საფუძველზე დააკავეს? არ ჩაუდენიათ დანაშაული უდანაშაულო ხედან? ძალიან ბევრი ხალხი უბრალოდ გამოხატა ამ ხალხმა თავისი ნება. არჩევნებში არღებულობდა მონაწილეობას, ეს რომ დაგვემტკიცებია ხალხის რაოდენობით. დაამტკიცეს კიდევაც 200,000, 300,000-მდე ადამიანი იყო, იდგა და აპროტესტებდა ამ არჩევნებს. არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები მაინც ისედაც არალეგიტიმურად იცვლება. მაგრამ თუ ხო ტრაბახობდნენ, რომ ჩვენ უამრავი მომხრები ვყავსო, 31% მიიღო ხელისუფლება არ არის ეს. ეს არის ადამიანების გროვა, ბიძინა ივანიშვილის ხროვა, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება. ქალბატონო დარეჯან, გაურბი ხარ შეკითხვებს თუ რა ხდება ქალბატონო დარეჯან? ეხლაც ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებშიც იგივე გააკეთეს. ქალბატონო დარეჯან. მიუხედავად იმისა, კიდევ ვიტყვი, 3-ჯერ, 4-ჯერ უბნები ამოიარეს, 31%-ის მეტი მაინც ვერ მიაღწია. ქალბატონო დარეჯან. ხალხი იდგა აქ. თქვენი პოზიცია ამ არჩევნებზე ხო ცნობილი იყო ისედაც. სხვა რაღაცას გეკითხებით ქალბატონო დარეჯან, ეხლა პოლიტიკაში თქვენ მრავალი წელია ფოთის საკრებულოს დეპუტატი ხართ. ძალიან კარგად ხვდებით, რასაც გეკითხებით. რატომ ვერ დაასრულეთ ხელისუფლება? ამაზე რატომ არ ლაპარაკობთ? თქვენ ხო პირობა დადეთ ამ სტუდიაში, რომ 6-ში საქართველოს ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა ქართული ოცნება. რა მოხდა ამაზე, რომ ვილაპარაკოთ? არ შეიძლება? ნუ ეხლა 6-ში თუ არ მოხდა, შეიძლება 10-ში მოხდეს, შეიძლება 12-ში მოხდეს. ერთ გასტროლაზე ხო არ შეიძლება ყველაფერი მოხდეს. და რომ რამ შეგიშალათ ხელი, რომ ხო პირობა იყო, რომ 6-ში უნდა დასრულებულიყო? ჩვენ დამთმობი არა ვართ. ჩვენ დამთმობი არა ვართ. რუსულ ხელისუფლებას ჩვენ სამშობლოს არ დაუთმობთ და თავისუფლებას არ წავართმევიებთ ჩვენი შვილების მომავალს არ დაუთმობთ. გასაგებია, ქალბატონო დარეჯან, დღეს სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თანხები, რომელიც თქვათ იკრიბებოდა ემიგრანტების თანხები, ეს თანხები უნდა წამოსულიყო მან, რომ მომხდარიყო ის, ვისი პირობაც იყო დადებული, ეს თანხები დაიკარგა თუ არ ვიცი ვინმე მიითვისა. შეგიძლიათ გვითხრათ რა მოხდა ემიგრანტების თანხები? მე არანაირი შეხება არ მქონია არანაირ თანხებთან. არც ვიცი ემიგრანტებმა თანხა გამოაგზავნეს თუ რა გამოაგზავნეს, მე აბსოლუტურად ასეთ წვრილმან რაღაცებზე არანაირი შეხება არ მქონია. რა წვრილმან რაღაცები ხალხი იწვალობს და თანხები გამოაგზავნეს. ქალბატონო დარეჯან, ოჯახებს მოაკლეს იმ ხალხმა თანხები, მან გამოაგზავნეს და დაიკარგა და მით უმეტეს რომ ლატვია მან კარავში ხარ და საქმის კურსი არ გაყენებენ ქალბატონო დარეჯან. არა, უკაცრავად რა. სადაც გამოაგზავნეს იქ მოიკითხონ, ეხლა მე რა ვიცი სად იყო. მე არანაირ თანხებთან არაფერი შეხება არ მქონია და არც ვიცოდი თუ ვინმე რამე გამოაგზავნა. არც გაგიგიათ რომ დაიკარგა ეს თანხები ქალბატონო დარეჯან? არ გამიგია, ნამდვილად არ გამიგია. როგორ, აი 8 თვეა მან კარავში ხარ ქალბატონო დარეჯან და საქმის კურსი არ გაყენებენ თქვენ ქალბატონო დარეჯან?
არ მაინტერესებს ეხლა ფულთან არასდროს არ მქონია არანაირი შეხება და არც ჩემს ინტერესში ზის ეს. შაიშმელაშვილი ყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩვენ ხედავდით ყოველდღიურად ერთვებოდა სხვადასხვა სატელევიზიო არხებზე, მან ისაუბრა როგორ უნდა მომხდარიყო აღება, ასე შემდეგ რომ პოლიციელები გარბოდნენ. გიღალატად ამ შაიშმელაშვილმა რაღაც აღარ ჩანს ეთერებში, რა მოხდა? ხომ ვერ გვეტყვით ქალბატონ დარეჯან? არა, მე ვერაფერს ვერ გეტყვით. შაიშმელაშვილი რას ლაპარაკობდა? მან უნდა თქვას და მე რა გავაგრძელო ეხლა. მის მაგივრად მე აქ ვერაფერს ვერ ვერაფერს. შეფასებას არ გააკეთებთ როგორც პოლიტიკოსი ქალბატონო დარეჯან? ჩვენ ვიცით რომ ძალიან მშვიდობიანად ვიყავი და ზედმეტი მიხრა-მოხრა არაფერში არ ყოფილა. ძალიან მშვიდობიანად იდგა აქ ხალხი. ზედმეტი მიხრა-მოხრა არ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ქალბატონო დარეჯან? ეს იყო იქ ყველაზე მთავარი. ზედმეტი მიხრა-მოხრა არ იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ქალბატონ დარეჯან? ეს მშვიდობიანი მეთოდები იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან რაც ხდებოდა? პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მათ უკაცრავად იქ ვინ მივიდა, ვინ დაიწყო, ისიც არ ვიცი. ხელისუფლებიდან არ იყო პროვოცირებული, მე რამდენადაც გავიგე. როგორ პაატა ბურჭულაძე აიყვანა ვინმე და მიიყვანა იქ გადასვა ხობიდან თუ რა მოხდა? ბატონო არაფერი არ მიკვირს ამ ხელისუფლებისგან. პაატა ბურჭულაძე აიყვანეს და მიიყვანეს იქ თუ რა მოხდა ქალბატონო დარეჯან? ჩემამდე მოვიდა, აი ზუსტად ასე მოვიდა. ჩემამდე რომ პროვოკაცია მოაწყო დღევანდელმა ხელისუფლებამ. ახლა ერთხელ და ორჯერ მოუწყვია და რამე გიკვირდა. და როგორ მოხდა პაატა ბურჭულაძე იქ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ქალბატონ დარეჯან? მე არ ყოფილვარ. მე არ ვიცი, პირადად მე ვიყავი რუსტაველზე. არც გაგიგიათ არაფერი რა მოხდა? ან ის კაფე, რესტორნები რო არის დაზიანებული ქალბატონო დარეჯან? აი აქ პასუხი ვინ უნდა აგოს? რა არის დაზიანებული? კაფე ბარები განადგურდა იქ გარდა სახელმწიფო ინფრასტრუქტურისა იქ რესტორნები არის, კაფეებია და დაზიანდა. ამ ადამიანებს ვინმე ამ ბოდიში ან რამე პასუხისმგებლობა ვინ უნდა აიღოს ამაზე ქალბატონ დარეჯან? როგორ ფიქრობთ? ადამიანები ციხეში გაუშვეს. პასუხსაც აგებიებენ და ყველაფერს. სამშობლოს სიყვარული დღეს მე არაფერი არ მიკვირს ამ ხელისუფლებისგან. თქვენ რატო გიკვირთ რომ ხელისუფლება ნებისმიერ დროს აწყობს პროვოკაციას, ოღონდ ხალხს დაბრალდეს ყველაფერი და თვითონ ძალიან კარგად გამოვიდნენ, მაგრამ არ გამოუვა ამ ხელისუფლებას ეს. მისი გაკეთებულია, მოწყობილია პროვოკაცია. ხალხი არაფერს შუაში არ არის აქ. არც პაატა ბურჭულაძე და არც არავინ ვინც მასთან ერთად დაეკავეს. ანუ ქალბატონ ჩვენ დარეჯან გვიდოდა მშვიდობიანი დამხობა. მშვიდობიან დამხობაში რა ეძახით მშვიდობიან დამხობას? დღეს მაინც მითხარით ქალბატონ დარეჯან 6 რიცხვია. უკაცრავად სახალხო კრება ჩატარდებოდა. ხო, სახალხო ჩატარდა მერე. კრებაზე მანდატს აწევდა მოქალაქეები და იტყოდნენ რომ უარი გაეცხადებინათ კიდევ ერთხელ ხელისუფლებისთვის ეთქვათ უარი. აი ეს იყო მთელი мотиваცია აი ამ პროტესტის. და იქ რა მოხდა? აბა პრეზიდენტის კაცური ძალა გჭირდებაო, ხო გამოცხადდა ქალბატონო დარეჯან, მაშინ რატომ არ გაემიჯდეთ აი ამ განცხადებებს? ახლა რომ საუბრობთ პროვოკაცია იყო. აი ბატონო ვახტანგ. დიახ. მესმის. ბატონო ვახტანგ, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი თქვენ და მე პასუხისცემის. დიახ. ერთი და იგივე კითხვას მისვამ და გინდათ რომ რაღაცა ვთქვა, მაგრამ მე ვამბობ სიმართლეს, მე ვიყავი გებულნებით რუსტაველზე, ერთადერთი რაც უნდა მომხდარიყო, უნდა ჩატარებულიყო სახალხო კრება, სახალხო კრებაზე მანდატი უნდა ეწია ხალხს და უნდა ეთქვა რომ გადადგეს ხელისუფლება. და სადღაც 300,000-მდე ადამიანი იყო თავშეყრილი და 300,000 ადამიანმა რომ მანდატი აწია ხელისუფლების გადადგომაზე, უნდა გადამდგარიყო ხელისუფლება. თუ მას ჰქონდა სინდისი და ნამუსი, იმიტომ რატომ 300,000-ია უმრავლესობა ქვეყანაში? თუნდაც 300,000 იყო. ლეგიტიმაციას. არა ისედაც არად ლეგიტიმური ხელისუფლება გყავდა. გასაგებია. ქალბატონო დარეჯან, მანდვე თქვათ კოორდინაცია რომ მორგვეული იყო, ამას ადასტურებთ თუ არ ადასტურებთ? აი თქვენ კარავთან მოხდა ბოლოს ხო? დაკავება ზოდელავასი და ბატონი ირაკლისი. რატო ვერ თქვენ ხო ერთად იყავით ყველამ? რატომ გაატანეთ პოლიციას ისინი? სამწუხაროდ ძალიან ცუდად მოიქცნენ, სამწუხაროდ, ეგ როგორც კრიმინალს ექცევიან ზუსტად იმ პოზაში დაიჭირეს ადამიანები გასამართლებულები პრინციპი მძიმე. გენერალური პროკურორი რომლის ადამიანი არ დადის საქართველოში. ასე არ უნდა მოექცე ადამიანებს, მაგრამ ამათვის ადამიანი არაფერს არ ნიშნავს. საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს ადამიანი მაგაცთვის.
რას აპირებთ ქალბატონო დარეჯან პატა ახლა თქვენ? ბურჭულაძეს ძალიან ცუდად იყო. დიახ, ცუდად იყო? პატა ბურჭულაძე იწვა სამავთყოფოში. სადმე გამქცევი იყო პატა ბურჭულაძე? ადამიანს ჟანგბადის უკმარისობა ჰქონდა ტვინში. მაღალი წნევით იწვა, მიაკითხეს იქ და წნევიანი გაჭირებული კაცი წაიყვანეს და აპატიმეს. სადმე წავიდო და პატა ბურჭულაძე გაიქცეო და დილამდე მაინც რო ეცლიათ. აი ესეთი ვერაგები არიან ესენი. გასაგებია, რა გეგმები გაქვთ ახლა? 6 რიცხვია, არავინ არსად არ წავიდა, ის ორგანიზატორები ციხეში არიან, თქვენ ისევ კარავში ხართ, ქალბატონო დარეჯან, რას აპირებთ? რას ვაპირებ? დიახ. ბრძოლას ვაპირებ? როგორ? სანამ არ ჩამოიშლება ეს ხელისუფლება. როგორ? დიახ, ბრძოლას ისევ შვიდობიანად. ვაიძულებთ, რომ წავიდეს. ვაიძულებთ, რომ არჩევნები ჩატარდეს. ჩატარდა არჩევნები კიდევ არ გეგმავს 2 დღის წინ. ბატონო, საპარლამენტო არჩევნები რომ უნდა ჩატარდეს, ამაში ეჭვგეპარებათ? და როგორ ატარებთ არჩევნებს? აი ამაზე თითქოს რაღაცას ყვებით, თითქოს რაღაცას არ ყვებით ქალბატონ დარეჯან და უფრო გასაგები რომ გავხადოთ ეთერი. არ მესმის კარგად უთხრა. კარგად არ მესმის ვახო, კარგად. ანუ რა მეთოდებით, მშვიდობიანი მეთოდები ნახეთ ჩვენ 2 დღის წინ რაც მოხდა თქვათ რუსთაველის გამზირზე და ეს მშვიდობიანი მეთოდებია, ანუ ამ გზით ჩვენ არ აპირებთ გვინდა ბრძოლას? მსხვერპლი, მშვიდობიანი, დიახ. მშვიდობიანი მეთოდებით ვიბრძოლებთ. ჩვენ და ამ ხელისუფლებას მოვიშორებთ. ჩვენ არ გვინდა ბრძოლა იარაღით, ჩვენ გვინდა მშვიდობიანი გზით მოვიშოროთ ხელისუფლებას. ჩვენ ვაიძულებთ მშვიდობიანი გზით დატოვოს ხელისუფლება აი ამ მიტაცებულმა ხელისუფლება ხალხმა. გასაგებია, უსმენთ დარეჯანს ხვიტარიას კოალიცია ცვლილებებიდან და შემოგვიერთდა ბატონი იოსებ ჯორბენაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქართული ოცნების და საგამშვიდობისა. მადლობა რომ მოხვედით. საგამშვიდობის მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მშვიდობიანი ყავა მინდა უსურვო. მადლობა. მოკლედ, აი ამ მოვლენებს, რომელიც დატრიალდა თბილისში რუსთაველის გამზირზე 2 დღის წინ, არაერთი შეფასება მოვისმინეთ. ამ როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან, თქვენი პირადი შეფასება როგორი არის? პირველ რიგში დავიწყებ მადლობით ჩვენი ამომრჩევლის მიმართ. სათითაოდ ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ მიბრძანდით საარჩევნო უბნებზე, გააკეთეთ ის სწორი არჩევანი, მხარი დაუჭირეთ დღევანდელ მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას. სხვა შორის ნიშანდობლივია, რომ შედეგები გამეორდა პრაქტიკულად იგივე, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მივიღეთ. ეს ხაზგასმით მინდა დავაკვირდეთ ყველანი იმას, რომ მიუხედავად იმ ზეწოლისა, შიდა თუ გარე აქტორებისგან, მიუხედავად იმ შანტაჟისა, სხვადასხვა სახის, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან ბევრს საუბრობენ დაკავშირებით და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა, ეს ბოლო 1 წელს თუ ავიღებთ, საქართველოს მოსახლეობა ამორჩეველი მივიდა და თვითმმართველობის არჩევნებზე პრაქტიკულად იგივენაირი მხარდაჭერა გამოხატა მმართველი ძალის მიმართ და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამას ყურადღებას მიაქცევენ და გაანალიზებენ აი ამ ბოლო 1 წელს, აი ამ 2 არჩევნებს, როგორც საპარლამენტოს, ასევე თვითმმართველობის და გარკვეულ დასკვნებს მგონია გამოიტანენ. ანუ იმის ძახილი, რასაც ვისმენთ ოპოზიციის მხრიდან, რომ აი ქართულ ოცნებას არ აყავს მხარდამჭერები, რომ ვერ შედგებოდა არჩევნები, ამან პრინციპში ერთგვარი რევიზია იყო წინა არჩევნებისა და კიდევ ერთხელ გაამყარა თქვენთვის ის, რაც მიიღეთ. თავისთავად, იმიტომ ციფრებში არის ეს ასახული, პროცენტებში არის ასახული და კიდევ ვამბობ, რომ მხარდაჭერა გამეორდა კი არა, პრაქტიკულად შეიძლება თქვა რეკორდიც კი მოიხსნა, ასეთი მხარდაჭერა თვითმმართველობის არჩევნებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და ის მიზანი, რაც გაცხადებული ქონა 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვება, რეალურად ეს მიზანი ბოლომდე შესრულდა და მხარდაჭერა როგორი იყო თავად პარტიის, თავად მერობის კანდიდატების, საკრებულოს წევრების მიმართ ჩვენ ყველამ ვნახეთ. გასაგებია. რომ ისე დაუბრუნდეთ ჩემს პირველ შეკითხვას, რაც ვნახეთ რუსთაველის პრინციპში თავისუფლების მოედანზე, შემდეგ ეს ამბავი გადავიდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან, მოხდა ორგანიზატორების დაკავება. თქვენ რა შეფასებას აძლევთ ამ ამბებს? ცოტა უკნიდან დავიწყებ შეფასებას. ჩვენ გახსოვს წინა საარჩევნო პერიოდი ამ რადიკალური დაჯგუფებების მიერ როგორ ორგანიზდებოდა ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი აქციები. გვახსოვს რამდენიმე
საღამო ცენტრალურ საარჩევნო შტაბთან მელიქიშვილის ქუჩაზე მათი მხრიდან როგორ ქცევას ჰქონდა ადგილი. ასე რომ იქიდანვე იყო ეს დესტრუქცია და დისკრედიტაციას ემსახურებოდა ზოგადად საარჩევნო პროცესის. და ისედაც ცნობილი იყო, რომ ისინი არაპირებდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და პირდაპირ გაცხადებული ჰქონდათ სახელმწიფო გადატრიალება. ხო, ყველას მოსმენილი გვაქვს, ყველას ნანახი გვაქვს. და აი ამ გარკვეულ სცენარს მიყვნენ მერე ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე შტურმი ფაქტიურად. აქვე დიდი მადლობა მინდა უთხრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს იმ პროფესიონალიზმისთვის, რომელიც პრაქტიკულად შიშველი ხელებით დახვდნენ აი ამ კარგად მომზადებულ და ეკიპირებულ, რა ვიცი, რა ქვია, ექსტრემისტები ქვიათ თუ ტერორისტები, არ ვიცი, რაც საზოგადოება ალბათ შეფასებას გააკეთებს მათ ქცევასთან დაკავშირებით. ხო, პრინციპში შემდეგ ისიც ითქვა, რომ აი ჯებირები ძალიან სუსტი იყო, რომ ხელისუფლება მოაწყო, რომ ეს ისე ადვილად შეაღწიეს. ნუ ამაზე აი კომენტარიც მე მგონი არასერიოზულია. საბოლოო ჯამში, თქვათ, ეს ამბავი, რომ რაც მივიღეთ, რომ ხუთი, თქვათ, ორგანიზატორი არის დაკავებული. იქ კადრებში ჩანდა, რომ ორგანიზატორების გარდა სხვადასხვა ადამიანები იღებდნენ ხო მონაწილეობას, თუნდაც პრეზიდენტის სასახლის ეზოში, როდესაც ჯებირები გადაანგრიეს, გადავიდნენ. უნდა ველოდოთ, რომ სამართალდამცველები კიდე დააკავებენ იმ ადამიანებს, ვინც იქ შეაღწია, იქ დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაზიანდა კერძო პირების კაფე, ბარები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. უნდა ველოდოთ, რომ მოხდება კიდე დააკავება. ასევე თვითონ პოლიციელები დაზიანდნენ, რამდენიმე 10-25 ადამიანი, ხო, დაახლოებით, მათ შორის 2 იყო მძიმე. როგორ არის იცით? ხო, გარდა ამისა კიდე ის კაფეები და ასე შემდეგ, რაც ვნახეთ, წარმოიდგინეთ, ადამიანები წვალობენ, შრომობენ, რაღაცა დოვლაც ქმნიან, სამუშაო ადგილებს ქმნიან და ამ დროს აი ეს ადამიანები მიდიან და პრაქტიკულად გადაუწვეს, ხო, ყველაფერი ჩვენ ვნახეთ ეს და მე მოვისმინეთ მათი კომენტარები, ადამიანები პრაქტიკულად ულუკმაპუროდ დატოვეს. დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ის უწყებები, რომელსაც ეხება ამ საკითხების მოძიება და გამოძიება, დარწმუნებული ვარ, იდენტიფიკაციას მოახდენენ იმ ადამიანების, ვინც იღებდა ამ დარბევებში, გადაწვაში და ამ დესტრუქციაში. იგეგმება ახლა გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი და თუ იქნება ამის საშუალება შევიყვანთ პირდაპირ ეთერში. ანუ ხელისუფლების პოზიცია არის ის, რომ არავინ არ უნდა დაარჩეს დაუჟელი. ასეა, ხო? როგორ არის, ყველამ უნდა მიეჩვიოს ამ ქვეყანაში კანონის ქვეშ ცხოვრება. და ყველამ უნდა იცოდეს, რომ თუ კი კანონს დაარღვევს, ვინც არ უნდა იყოს. მიუხედავად სქესისა, ასაკისა, სარწმუნოებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, კანონი მიაკითხავს აუცილებლად და პასუხს აგებს იმ დოზით, რა დოზის დანაშაულიც აქვს და სახელმწიფო გადატრიალების ერთი მოწოდება და შემდეგ შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე. ნუ ეს თქვენი თონაც იცით, რომ საკმაოდ დიდ მუხლს ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივად. მიუხედავად იმისა, რაც ვნახეთ, რაზეც თქვენ საუბრობთ, პრინციპში თვითონ ოპოზიციის ნაწილიც აკრიტიკებს იმას, რომ ზოგი ემიჯნება აი ამ რაც ხდებოდა, ზოგი თავიდანვე არ უჭერდა მხარს, მაგრამ საბოლოო ჯამში ვნახეთ, რაც მოხდა, ხო? ამის მიუხედავად გარკვეულმა ევროდეპუტატებმა კრიტიკული განცხადებები გააკეთეს საქართველოს ხელისუფლების მისამართით, როგორც აი ამ აქციასთან დაკავშირებით, ისე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. რატომ არ იცვლება მათი მიდგომა თქვენი აზრით? მათი მიდგომა არის ესეთი, ძალიან მარტივად შეიძლება ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით პასუხის გაცემა. როგორ არის ის, როდესაც არგუმენტებით ვერ გესაუბრებიან, აი აკერმანის სახელმძღვანელობაში პირდაპირ უწერიათ, რომ გეძახის, რომ ხარ რუსი. ან ეს ორმაგი სტანდარტი ხო თქვენთვის არ შეიძლება, ჩვენთვის შეიძლება. აი ესეთი მიდგომები აქვს, თორე ეს არის აი ყოველად დაუსაბუთებელი და მათი მხრიდან წარმოუდგენელი არის ეს შეფასებები. მით უმეტეს პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ის, რაც ხდებოდა, ხო? შტურმი პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე. ახლა ამის იქით, რომ აკეთებ განცხადებას, ნუ ვთქვათ, რაღაცა ხელისუფლება არ ახორციელებს შეკრების და მანიფესტაციების თავისუფლებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნუ აი რა უნდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით.
ცნობილია რომ მართველი გუნდი ემზადება საკონსტიტუციო სასამართლოში რომ შეიტანოს შესაბამისი მოთხოვნა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებით ეს ამბავი თქვენ სარჩელს გაამყარებს რომ აი რაც მოხდა 2 დღის წინ თუნდაც პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით რომ მოხდეს ნაციონალური მოძრაობის აკრძალვა კიდევ ერთხელ მოხდა ილუსტრაცია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვინ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში და რა ძალებმა არ მიიღეს რადიკალურმა ძალებმა და ამ სარჩელთან დაკავშირებით ესეც ფაქტიურად დოკუმენტური მასალა არის ამ სარჩელის გასამყარებლად რაც ჩვენ ვიხილეთ 2 დღის წინ იმის მიუხედავად რომ ოპოზიციის ნაწილმა არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა ნახეთ რომ 2-3 პარტია მაინც ოპოზიციიდან ანუ ვინც გადალახა მაშინ საარჩევნო ბარიერი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღეს მონაწილეობა რას აპირებს ხელისუფლება მათ ვერ მოიპოვეს უმრავლესობა თუმცა მინიმალურ დონეზე არიან საკრებულოებში ხო საქართველოში სხვადასხვა საკრებულოებში აპირებთ რომ რაიმე თქვათ შეცვალოთ ოპოზიციას და რაიმე სახით ითანამშრომლოთ თუ მიგაჩნიათ რომ ისინიც მაინც რადიკალურ ძალებად რჩებიან ჩვენ ყოველთვის ზათ ვიყავით მათთან სათანამშრომლოდ თავიანთი არჩევანი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იმ ბარიერ გადალახულ პარტიებს გულისხმობ, რომლებმაც თვითმმართველობის ეხლანდელ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. დღეს განაცხადეს, რომ ისინი აპირებენ საკრებულოებში მუშაობის გაგრძელებას. აღიარეს კი ბატონო არჩევნების შედეგები და ვფიქრობ ის მეორე 12-ეული რომლებმაც გადალახეს საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი, მე ვფიქრობ, რომ მათ ვიხილავთ პარლამენტში. ასე მგონი. ხო, პრინციპში გახარია თქვა, რომ ეს შეცდომა იყო თავის დროზე, როდესაც არ შევედით ხო საქართველოს პარლამენტშიო. და ამით რა მოხდება, როგორ გონიათ, რასაც ხედავთ ლელობ, იმაზე ნაკლები შედეგები მიიღო, ვიდრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ხო, გახარიას გუნდმაც. ეს ყველაფერი მართველი გუნდის უფრო გამყარება მოხდა ამით, რაც ხდება ბოლო დროს საქართველოში, იმიტომ რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი ამბობს, რომ არ იყო მაინდა-მაინც დიდი აქტივობა, თქვენ კი ამბობთ, რომ აი ისე შედეგები მიიღეთ. ციფრები თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. აქტივობაც საკმაოდ მაღალი იყო, ჩვენი ამომრჩეველი მათგან განსხვავებით. არ დაგვიკარგავს ასე ვთქვათ ამ 1 წლის განმავლობაში პირიქით მოგვემატა ეს შეიძლება ითქვას იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ კი უპრეცედენტო იყო თბილისის თვითმმართველობასთან დაკავშირებული ციფრები ასე რომ ეს არის სურათი. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. მადლობა რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ქალბატონი ნინო ნადირაძე შემოგვერთა ექიმი საზოგადოებრივი პოზიციით საღამოშიდობისა. მოხვედით რომ დიდი მადლობა. მოდი დავიწყოთ იმაზე საუბარი, რასაც უყურებთ. ბოლო 2 დღის განმავლობაში თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, როგორი არის თქვენი საზოგადოებრივი პოზიცია აი ამ ყველაფერზე? რაღაცა ცოდვი ზარი ტრიალებს, ხო, რაღაც ტრაგიკომიკური სიტუაცია. არ მიხარია მართალია გითხრა, იმიტომ რომ ესენც ხო ჩვენი მოქალაქეები არიან, მათგან განსხვავებით მე არ მაქვს იგივე დამოკიდებულება მათ მიმართ, როგორც მათ ბზულთ საპირისპირო მხარეთ. საპირისპიროსაც მე არ ვარ მათი საპირისპირო მხარე, მე არ ვთვლი რომ პოლიტიკოსებზე არ ვსაუბრობ. მე ვიძახი იმ ადამიანებზე, რომელთაც თქვათ სხვა აზრი გააჩნიათ, მათ არ სულ თქვათ დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილ მოსახლეობას გულისხმობ. მათ მიმართ ვარ აბსოლუტურად ლოიალური. მე ვთვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი განსხვავებული აზრი და ალბათ იმიტომ ვდგავარ აქეთ მხარეს, სადაც ვდგავარ, იმიტომ რომ აქეთ ამ მხარეს არ აქვს ესეთი ზიზღი, ესეთი მიუღებლობა, ესეთი ზეწოლა ბულინგი საპირისპირო აზრის მიმართ. როდესაც იქით მხარეს რომ გაიხედა, სიკვდილსაც კი გისურვებენ, აი რომ მიუშვა მოკვდიო გეუბნებიან და მე მეწოდებიან ისინი ასეთი დამოკიდებულებით, იმიტომ რომ ძალიან პატარა ვართ საქართველოს გულისხმობ, პატარა ქვეყანა
პატარა მოსახლეობა, მცირე მოსახლეობა და შეუძლებელია ასეთ დაპირისპირებაში ვიყოთ და მე თან მიკვლის რომ ასე 12 წელია რომ ხედავ რომ ერთი და იგივე გზით გადიხარ და არ ამართლებს ეს შენი გზა და მეთოდები ზიზღის, ბულინგის, რუსეთუმეს ძახილის, ხა რომ ეძახი რუსეთუმეს მე ხო ვიცი რომ არ ვარ რუსეთუმე და სამჯერ ვარ რუსეთუმეს არა მკვლელსაც გეტყვი. კვლელს მოღალატეს ახლა მე ხო ვიცი რომ ეს არ ვარ შესაბამისად ეს მათი მეთოდები დაუძველდათ ძალიან და ვერც ხვდებიან რომ ეს მეთოდები დაძველდა რაღაცა უნიჭობასაც აქვს ადგილი იმიტომ რომ შეუძლებელია ერთხელ შეასწრდი ამ კეთას მეორჯერ შეასწრდი ყველა ჯერზე უფრო ნაკლები და ნაკლები შედეგი და ბენეფიტი გამოიღე ხო უნდა მივხვდე როდესღაც და თან მე ბოლოს ისეთ ოდიოზურ იმებს რაღაცა პოლიტიკოსებსაც ვერ დავარქმევ ვიღაცა კარიკატურული ტიპები ყავთ ეს ხელმძღვანელობაში აი ბურჭულაძე ის ვიღაცა ნანასან ვიღაცა აი გაურკვეველი ტიპები საიდანღაც მოსულები ზოგი მღერი ზოგი ცეკვა ზოგი რა ვიცი ფულებს აგროვებენ აი ფულის ამგროვებელი ტიპები საერთოდ რა უნდათ არის და აი ამათი ჯერა და მიყვებიან და აი რანაირად შევიძლია რომ ეს ადამიანები იყვნენ ჩემთვის გასაგებნი რომ აი პაატა ბურჭულაძე გამოდის ერს პირდება ხსნას და ამ ხალხს ამისი ჯერა და ნანა სანდლერის 300,000-იანი ლაშქრის და კიდე ნუ აი ამ ლაშქრების და რაღაც გასაოცარი არაპრაგმატული ტექსტები თან ყველა ჯერზე რომ გამოდის შენი ნათქვამი ტყუილი ხო დისკრედიტაციას ახდენ ყველა შენი ნათქვამის აი 4-ში დავიწყებ დავასრულებ აი ყველა ეს 4-ში რამდენი 4 გავიდა მანამ თან რა თუნდა რევოლუციას დათქმული თარიგე რევოლუციის გინახავს ხო სადმე ისტორიას რო გადახედო თან რევოლუციის აზრზე არიან როდის ჩდება რევოლუცია როდის ხდება რევოლუცია ერთია ძირითადად ახლა ეს რევოლუციები ყოველთვის რაღაც გარაძალები არის ხოლმე რაღაცა კონკრეტული ძალა ასპონსორებს ხოლმე მაგრამ ამ შემთხვევაში ამ რევოლუციის მოწყობასაც ნიჭიჭირდება მათ დაიჯერეს რომ 2003 წელს მართლა რევოლუცია იყო უბრალოდ შევარდნაძემ რაღაცა ლამაზად გადასცა ეს ხელისუფლება თავისივე მოწაფეს მიხეილ სააკაშვილს თავისივე გაზრდილები იყვნენ ისინი ყველა მოქალაქეთა კავშირი და ნაზად გადავიდა ეს ხალხი იმაში მანამდე კომკავშირლები იყვნენ მაშინ რა ქვია ნაციონალურ მოძრაობაში და ეს სულ აი ამ ტრანსფორმაციებში არიან და გვახსოვს უკვე რომ ხან იქ არის მე იქ არის მე იქ არის მე ისა და ასე იცვლიან სახელს გვარს მაგრამ ვიცი გველივე შთება პოლიტიკოსობის რა გითხრათ ანუ ეს თან ეს მიდგომა ეს რევოლუცია და ძალიან გოიმობა ეს რევოლუცია და ხან ნეპალს გვადარებენ ხან მადაგასკარს და ცოტა გამოფხიზდნენ თვალები გამოიწვიდა და მე მგონია რომ ახლა ესეთი ისტერია მხოლოდ იმიტომ არის რომ ესეთი წაგებები 12 წელს უწაგებებში არიან როგორ ჩანს ეს პროექტი ამ ოპოზიციის უნდა არჩინო და პროექტი რევოლუცია მოდი ესე დავარქვათ რომელიც საიდანღაც ფინანსდება ბევრი ადგილიდან აი ამ უნიათობის გამო მე მგონი დაიხურა და აი ამაზე არიან გაგიჟებულები რომ ეს იყო ერთ-ერთი ბოლო დავალება და ვფიქრობ რომ აი ამ რა უნდა ამოძრავდეს ხა შეხედე გამოძახილებიც ეს რაღაც აი ეს ვიღაცა 2-3 ისედაც რომ შემოჩეულიც ეს ევროდეპუტატი რაღაც თავის ანუ გამოხმაურება იყო ძალიან გულგრილი აბსოლუტურად არასაინტერესო არამასშტაბური და ვფიქრობ აი ეს პროექტი რევოლუცია თავის დაფინანსებით ამით დაიხურება პაატა ბურჭულაძე რომელიც რომ ხო ორჯერ მეორედ იყო ხა პოლიტიკაში თავის დროზე მან პარტია შექმნა სხვათა შორის თქვენ გაკავშირებდათ ხო ორდღიანი ურთიერთობა გაკავშირებდათ ადამიანმა რომელმაც თავის პროფესიაში ძალიან ბევრს მიაღწია რა უნდა ამოძრავებდეს ხო უნდა დაიჯეროს საზოგადოების ნაწილმა რომ აი მართლაც რაღაცის შეცვლა უნდა და ამისთვის იბრძვის რომ უფრო მეტი დემოკრატია უნდა ქვეყანაში უფრო მეტი განვითარება უნდა თქვენ აი რა ანალიზს აკეთებთ? რატომ ისვა მე გეკითხებ? შენ ხო იცი რაც იყო მაშინ? შენ თქვენი პოზიცია მაინტერესებს. შენობით რო გესაუბრებ, მეგობრობთ ბევრი ხარ. იყო ჩვეულებრივ აი საბჭოთა კავშირის დროს იყო AOMM, ხო იცი მავროძია, ეს ფინანსური პირამიდა რო ჰქონდა ტიპს. აი ეგეთ რაღაცებს აწყობს ეს კაცი, მაშინაც ეს ფინანსური პირამიდა გააკეთა უამრავი ხალხი გადაყარა და მე თუ ორ დღეში მივხვდი რომ თან მაშინ ბევრად ახალგაზრდა ვიყავი და ბევრად გამოუცდელი, ეხლა რა შევადრი ჩემ თავს, ეხლა
ფინანსური დაინტერესება იყო. ჩვეულებრივად კაცმა გააკეთა ფინანსური ორგანიზაცია და აი ამ ხალხს, რომელსაც თავი ძალიან ჭკვიანი ეგონა, ძალიან ბევრ ხალხს ფული დაახარჯა, რომელსაც არც დაუბრუნა უკან. საკმაოდ დიდი ფულები დაკარგეს იქ ხალხმა და თან მე რო გამოვედი და ვთქვი რომ ხეც ფული მოგთხოვათ? ну პირადად ჩემ მაგრამ ეს ესო ადგილები აქო 50000-ები ყირსო და ეს ხალხი იხდიდა იქ ვიღაცები ამ ფულებს. თან დამპატიჟეს და თან ფული და მიგეტანათ? ხო და ну მაშინ მე არ ვიცოდი რომ ეს ყველაფერი ფული ყირდა ესე ხო და იქ ესეც ეს რიგები და მე როგორც გავიგერო მე სხვა პარტიებიც ხო შეუერთდნენ გირჩი მირჩი ვიღაც აღორძინება ვიღაცა ტიპები ეს რაღაცა და მაგათაც ფულები დააყრევინა მე მგონი მე როგორც ვიცი რომ ანუ ხირი და ესე ადგილებს 10% მე გარანტირებული და ესე ამ 10% ჩვენ აღებული გვაქვს და ჩამოწერილი და 20 კაცი პარტიაში და მე თქვა შანსი არ არის 2% ვერ გაცდებია შენ რა გესმის შენ პოლიტიკაში არაფერი არ გესმის ну როგორ არ მესმის ახლა პოლიტიკა არაფერია ყველაფერი მაინც არითმეტიკამდე და მათემატიკამდე მიდის და რასაც ვუყურებდი და ზუსტად ესე 2%-ს ოდნავ გადაცდა თუ არც გადაცდა და აი ამ ხალხმა ვინც იქ ანუ თაღლითური პროექტი იყო აბსოლუტურად თაღლითური პროექტი იყო და ეს ხალხი ვინც იქ იყო დღესაც არის აი ამ ოპოზიციურ ნაწილში და კიდე ამას რატო ენდნენ ვერ გავიგე ან უბრალოდ სხვა გზა არ ქონდათ ეს მე ვთვლი რომ გამოუსავლობის ამბავი იყო რომ აი ეს ისევ იგივე ოდიოზური ტიპი რომელიც გაფლანგა მაშინ ის ფულები ახლა არ პირდაპირ ალბათ გაფლანგა იმიტომ მე ვიცი ადამიანები რომლებმაც იქ ფული ჩადეს და დაკარგეს ის თანხები ვიცი პარტიაში ჩადები და მაინც რომ მიუტრიალდეთ პატა ბურჭულაძის იქით იყო 5 ორგანიზატორი ყავდა ხო როგორც გაირკვა ახლა მურთა ზოდელავა რომელიც ამ მე ქვეყანაში დავარქვევ რომ წყალწაღებული ხავს ეჭიდებოდა ის არის აი ეს ფიგურები ვინც იქ გენერალური პროკურორი იყო ამ ქვეყნის როგორ ვერ გათვალა რა მოხდა მაინც აი რა ანუ როგორ მისეს დაშვება რომ აი ესე შეეძლოთ რომ მოეხდინათ დამხობა ამ ხალხს ერთხელ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში და გაუმართლა და რო იყვნენ დაიჯერეს რომ ძალიან ჭკვიანები იყვნენ მართლა გეუბნები მათ ქონდათ აი ამის თვითწმენა რომ სახელმწიფო ააშენეს რაღაცა საქართველოს მათ შექმნეს და რაღაც მომენტში ეს რაღაცა დაიჯერეს საკუთარი თავი დაარწმუნეს იმაში რომ ძალიან ჭკვიანები არიან ძალიან იჭერები და სხვა არავინ არაფერს არ წარმოვადგენთ და აი ამ ხიბში არიან დღემდე და ვერ გამოვიდნენ აქედან ვერასოდეს ვერ გამოვიდნენ და ზუსტად ეს ღუპავთ რომ ვერაფასებენ თავიანთ გონებრივ შესაძლებლობებს ვერაფასებენ თავიანთ ნიჭს ვერაფასებენ თავიანთ არა მარტო გონებრივ ფიზიკურ ყველანაირ შესაძლებლობებს საზოგადოებრივ შესაძლებლობებს არ უყურებენ საკუთარ თავს და თავის გარემოცვას და თავის მდგომარეობას რეალურ სარკეში არ საკუთარ თავსაც არ ეუბნებიან სიმართლეს არ ეუბნებიან არც იციან ძალიან თარგმანში დაკარგულია ეს ხალხი და ზუსტად იმიტომ რომ ვერასოდეს სიტუაციას ვერაფასებენ არ ვიცი უჭყურობის და უნიჭობის გამო არ ვიცი უტიფრობის გამო არ ვიცი იმიტომ რომ გადახდილია ამაში არ ვიცი იმიტომ რომ ვიღაცის მართლა აგენტურა არიან ყველაფერი ერთად იმიტომ რომ მე იმ ხალხისაც არ მისვლის ვინც მაგათ ასპონსორებს ალბათ რაღაცა უკუ მექანიზმებიც არის მე შენ და შენ ნაწილი უკან თორე როგორ შეიძლება დაჯინებულად ერთ და იგივე ხალხს აფინანსებდე რომელიც შედეგს ვერ გიდებს ვერცერთ ჯერზე თუ იქ რაღაცა სხვა რაღაც ფინანსური ინტერესები არის. გასაგებია თქვენ ფინანსური ინტერესებზე საუბრობთ, მაგრამ აი ახლა პირდაპირ ეთერი მქონდა, ჩართვით ხალბატონი დარეჯანს ხვიტარია. ხო, ხალბატონი დარეჯანი. ის თქვენთან ვივამეთში იყო. ცხოვრობდა ბევრი თვე, კი ბატონო. აი ეს ხალბატონი რომელიც აი ვათვი არის კარავში პარლამენტის შედეგის წინ. მანამდე 5 თვე მისას დარაჯობდა. დღემდე ამბობს რომ მე რა რომ აი გაიარა ოთხმა მაინც შევცვლითო და რატომ არიან აი ესეთი დარწმუნებულები რომ აი აქ თუ რუსთაველის გამზირს გადაკეტავენ თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოახდენენ რაღაცა შესვლას, რომ აი ამით მოახდენენ შეცვლას ხელისუფლების. იცი რა არის ვერასოდეს არის ხალხი რომელიც ვერასოდეს ვერ ეგუება რომ აღარ არიან ხელისუფლებაში. და არიან კიდე მიმდევრები რომლებიც აი სექტები ხომ გაგინდეს ჩემთვის ეს ადამიანები არიან სექტანტები. ბრმა უკრიტიკო რწმენით ვიღაცის და უაზრო სიყვარული. ჯერ საერთოდ არც ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელის სიყვარული საერთოდ არ მესმის რას ნიშნავს. ჩემი აზრით მთავრობა უნდა ემსახურებოდეს ხალხს, პოლიტიკოსი უნდა ემსახურებოდეს ხალხს. რას ნიშნავს მიყვარს არ მიყვარს? მიყვარს ჩემი შვილები, ჩემი მშობლები, ჩემი სამშობლო მიყვარს და პოლიტიკოსი ახლა მწერალი შეიძლება ვიღაცამ მიყვარდეს. თვითონ მწერალი არა, მისი ნაწარმოებები.
და ეს რაღაცა ეს პოლიტიკოსების აჟიტირებული სიყვარული კიდე ცალკე თემა, ეგეთ ქალბატონი დარეჯანი მაპატიოს მსგავსი ადამიანია, მართლა გულწრფელად არის ექს-პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, თაყვანისმცემელი და მის გამო ასე ცხოვრების ბოლომდე ალბათ იქნება მას პატივსცემ ესეთ ფანატიკურ სიყვარულის გამო, არ ვიცი, როგორ დავუშალო რელიგიასავით აქვს, ახლა როგორც მე ვთქვათ ვიღაცას წამს რაღაცის, მაგალითად ღმერთის, სამშობლოს სიყვარულს, მისთვის ესეთი საფიცარი არის ნაცმოძრაობა და ბატონი მიშა და რა გავაკეთო, ახლა ვერ დაუშვი. ეგ არის მისი რწმენა, რელიგია, ანი, ხუე, სამშობლო და ყველაფერი. გარდა ამისა, ვთქვათ, რაც ვნახეთ, ხო, ამ რუსთაველის განძირზე, თქვენ როგორ ფიქრობთ, საზოგადოების ის ნაწილი, ვინც აი ამ პროცესებში იყო ჩართული, რაღაცის, ვთქვათ, აი რაღაცა დამატებით მიიღო, რომ მაინდა-მაინც არ უნდა დაუჯერონ იმ პოლიტიკოსებს, ვინც ეუბნება, რომ აი დღეს 4-ში 4 საათზე დავასრულოთ ამ აქციას. არის ეს? კი, მე რასე მივხვდი მაგას ქუჩაში ვიყავი რაღაც ჩემი საქმეები მქონდა და ძალიან ადრე ვნახე მოდიოდნენ აი ამ იმიდან, ანუ აქციიდან. ანუ სახეზე ვატყობდი ამ ხალხს, რომ ეს ის არ იყო. როდესაც მასას ვიღაცის წამს იქ სხვანაირად იმართება პროცესები, სხვანაირად მიდის და მე ვთვლი, რომ ზუსტად აი ესეთ პათოლოგიური ტყუილების ჯაჭვით ეს არანორმალური რაღაცა გაუმართლებელი შესკდომებით, ცეცხლებით, კვამლებით, მუდმივი ტყუილების კასკადებით, ტყუილი დაპირებების კასკადებით, მაგ გელი მოდის ხოლმე მე სიმართლესაც რო აღარ დაგიჯერებენ. ანუ ფაქტიურად 10 სიტყვაში 15 ტყუილია, 9-ც არა. 15 სულ ტყუილია და იქ ძალიან დიდი მასა იქ ვინც არის უკვე ნელ-ნელა გონს ეგება და ნელ-ნელა ხვდება რომ ეს ის ხალხი არ არის ვისაც უნდა ენდო და საერთოდ რაღაცა მიზნის მისაღწევად არ არის აუცილებელი ყველაფერზე წახვიდე, ყველას ირწმუნო, ყველას უკან გაეკიდო. უნდა ჩართო შენი ტვინი და სხვანაირად უნდა იაზროვნო და საერთოდ ვფიქრობ რომ ყოველთვის კანონიერი გზები, არჩევნების გზები, აი ხო რა სისულელე გააკეთეს, ხო რომ არ შევიდნენ პარლამენტში. საკმაო რაოდენობით ადგილები ჰქონდათ, საკმაო რაოდენობით ხმა მოიპოვეს. კიდე რაღა უნდათ, მაგრამ ის იყო გადახდილი იყო რევოლუციის. სხვანაირი რეცეპტები და სხვანაირი ქმედება მათ არ შეუძლიათ. ანუ რევოლუცია არ შედგება ამ ქვეყანაში ასეთი აღარ, ვეღარ ეს არც იყო ესენი, ეს რევოლუცია არის. რევოლუცია ამისი კლასიკური გაგებით ეს ხალხის მასებიდან უნდა მოდიოდეს რაღაცა არ არის ეს განწყობა ხალხში არც მთავრობას არ უნდა შეეძლოს მართვა ისე როგორც საჭი ხალხს ჭირდება და არც ხალხს უნდა შეეძლოს ის მორჩილება რაც მოკეთ არც ქართულად როგორ უნდა ვთქვა მოკეთ არც ქვედა ხალხს არ შეუძლია მორჩილება და ვეღარ მთავრობა ვეღარ მართავს და ვერ ზედა და ვერც ქვედარგოლი რო ერთმანეთში აი კატასტროფულად თანხმედრაში ვერ მოდიან მაშინ არის ხოლმე რევოლუციური ნაპერწკალი და ვერც ის იმორჩილებს იმ ხალხს და ხალხიც ჯაბნის ხელისუფლებას და დღეს ხალხში ეს მუხტი არ არის საერთოდ აბსოლუტურად არ არის და უკვე იწვნეს ეს არეულობის შედეგებით, ყველას ჯიბეს დაარტყა, ყველას ბიზნეს დაარტყა, ყველას ფსიქიკას დაარტყა, არავის აღარ უნდა ეს. თანაც ხო ხედავენ ახლა უკრაინასთან როგორ იქცევა თუნდაც დასავლეთი, ხო? როგორ თავის ინტერესებში მოაქცია ყველაფერი და რეალურად ხედავენ რას ემსახურება ეს ომი და ეს ყველაფერი. მეორეც ერთი ვხედავთ ჩვენ რა დაგვემართება ამ შემთხვევაში, ჩვენ საერთოდ ყურადღებას არავინ არ მოგვაქცევს. და ამიტომ ხალხი ბრძენია. მე ახლა რაც მადარდებს გეტყვი, რომ მე საერთოდ ხედავ, რომ ეს დესტრუქციული ოპოზიცია უბრალოდ იმდენად გაჩანაგდა და გასაწყდა. გუშინ წინ ვფიქრობდი, რომ აი შენ გუნდს რომ გულშემატკივრო და ისე ძალიან რო უგებს მოწინააღმდეგე გუნდს, რომ მე მოწინააღმდეგე რო გეცოდება, რომ რა საწყლები არის და რასაც და აი რაღაცა ესეთი შეცოდება გაქვთ? არა, შეცოდებას ვერ ვიტყოდი, იმდენად დაუნდობლად იქცეოდნენ თავის საპირისპირო აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ყველანაირ მოუკრეფავში გადადიოდნენ, ისეთ ზეწოლაზე მოდიოდნენ, ისეთ შეურაცხყოფაზე, ისეთ პიროვნულ ზიზღზე, თან მიკვირდა ის საიდან ეს ზიზღი, საიდან ამხელა ბოროტება ღვართ, როცა ერთ ქალაქში დავიბადეთ, მიყურებ, არც მოსკოვში წავწუა, არც ელიზე დამიფიცია, არც ჩემი მწამსი შემიცვლე და რატო არ მე ცუდი, რის გამო, იმიტომ რომ შენ სადღაც იქით ამხარეს ხარ? ამიტომ ვფიქრობ, რომ არა, შეცოდებით ნამდვილად არა, მე გულწრფელად ვუსურვებ ამ ადამიანებს მოეგონ გონს და კანონიერების ფარგლებში
კონსტრუქციულად შეიძლება დამარწმუნო, რომ რაში ხარ მართალი. კონსტრუქციულად ამიხსნა. იცი, მე ამ პროექტს ესე გავაკეთებ, ესე კი არა. მე აი ამ საქმეს ასე გავაკეთებ, ესე კი არა და რომ ლანძღავ მონახარ, ბოროტი ხარ, პუტინის მონახარ, რატო გადმოვალ შენ მხარეზე? რატო გავიზიარებ შენ აზრებს, როცა შეურაცხყოფას მაყენებ? ანუ აბსოლუტურად ამ ხალხმა არის ის ქცევა და ზუსტად რაც დათესეს, ის მოიმკეს. და ეხლა რო ვუყურებ მე შიში მაქვს ხო ისე რომ ფაქტიურად აქეთა მხარე დარჩა ოპოზიციის გარეშე. იმიტომ რომ რეალურად ის ხალხი ვინც პოზიციონირებდა როგორც ოპოზიცია, ეს არის უბრალოდ დესტრუქციული, მართული, გადახდილი, ჩაბძანდი თქვენი გადახდილია ნაწილი, რომელიც იყო მხოლოდ ერთი მიზნისთვის მომზადებული ხელისუფლების დამხობისთვის, და ეს პროექტი უკვე დაიხურა. შეიძლება ახლა დღეს და ხვალ ესე ხელმოწერით კი არ გაფორმდა, მაგრამ დასავლეთიდან თუ საიდანაც იმართებოდა თუ მოსკოვიდან როგორც ირკვევა თუ არ ვიცი, მოკლედ ეგერ ხოშტარიას პირდაპირ რუბლებს ურიცხავდნენ. ანუ ფაქტიურად ეს ხალხი არის 9 ქვეყნის აგენტი, ჩვენ მაგას ვერ გავიგებთ. კი გამდიდრდას უყველა უყურებთ. ეს პროექტი დაიხურა და ამ პროექტის დაახურვას მისწირიან და არა იმას, რომ ხელისუფლება დაამხეს თუ არ დაამხეს. უბრალოდ დავალება ვერ შეასრულეს და ეხლა მე მგონი ვახო მე და შენ მოგვიწევს ოპოზიციაში ყოფნა ხელისუფლების, რომ როდესაც რაღაცა მთავრობა თუ ხელისუფლება რჩება ოპოზიციის გარეშე, არ მოდუნდნენ, არ მოეშვნენ და ვუთხრათ მათ, რომ ის ხალხი მე არ ვთვლი მათ ოპოზიციას, ეს არის ბანდა, რომელიც ცდილობდა რომ ქვეყანა ამოეყირავებინა და ამოატრიალებინა, ის ბანდა ვერასოდეს ვერ გაუწევს ოპოზიციონერობას ხელისუფლებას. და ჩვენ უნდა ვიყოთ შენიშვნის მიცემი. ვიდრე დავასრულებ, უნდა გკითხოთ თქვენს კლინიკაში იმყოფება ისევ ყოფილი პრეზიდენტი, როგორი არის გამოკეთდა თუ არა, როგორი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. იცი რა არის, რახან არ ხარ ოჯახის წევრი და ძმა ასე შემდეგ, მე არ მაქვს მაგის ინფორმაციის მოცემის უფლება, იმიტომ რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია მიჩივლებს როგორც ერთ-ერთი პოლიტიკოსის ნეკლს თავისი მოთხოვნა არის უკვე რომ ესე ღიად არა ეს პერსონალური ინფორმაცია, რომელიც რაღაცნაირად მიმართეთ პენტენციურ სამსახურს. გასაგებია, მადლობა რომ მოხვდით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ნინო ნადირაძეს უსმენთ და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალენდარიშვილი შემოგვიერთდა საღამოშვიდობისა. ბატონო გიორგი, მადლობა რომ მოხვდით. პირველად ხედავ ამ ადამიანს 7 სახით. პირველი 7 არჩევანი. საღამოშვიდობის ახო მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს წინასულ სტუმარს, ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოდი ვისაუბროთ. როგორ დასრულდა ყველაფერი მე მგონი უკვე დათვლილი არის, როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. რითი ჯობდა, ან რითი იყო უარესი ეს არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით? წინაზე ჩვენ გვახსოვს რომ ჟურნალს თუ იყო ამაზე ერთი სკანდალი. აი ვინც იყო ეს არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოეთიდან ჩამოსული, ყოველ შემთხვევაში მე კრიტიკული არ მომისმენია შეფასებები. თქვენ მაინც პირდაპირ იყავით ჩართული აი ამ ყველაფერში, პირადად თქვენ კმაყოფილი ხართ თუ არა იმით, რაც ჩაატარეთ? ალბათ უარესი კი არა, უკეთესი უნდა გეკითხათ. უკეთესი, ხო, ანუ რითი განსხვავდებოდა ეს არჩევნები წინა არჩევნებიდან? თუმცა ძალიან კარგი კითხვა არის იქიდან გამომდინარე, რომ ამ არჩევნებმა მოახდინა ილუსტრაცია იმისა, რომ წინა არჩევნებიც იყო ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირებული. და რატომ? რის ილუსტრაცია მოახდინა? როდესაც ჩვენ ნახეთ, რომ როდესაც არ არის შეთქმულება არჩევნების არადემოკრატიულად გამოცხადების შესახებ, როდესაც არ არის მოგონილი პრობლემები, როდესაც საბოტაჟი არის ნაკლები არჩევნებთან მიმართებაში, ჩვენ ნახეთ, რომ ყველაფერმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა, ხო? მათ შორის ნახეთ ქვეყანაში მყოფი უცხოელი დამკვირვებლების შეფასებები, რომლებიც პროცესთან მიმართებაში მხოლოდ და მხოლოდ დადებით საუბრობდნენ და არ გვინახავს ჩვენ იქ რაიმე ისეთი კრიტიკული, რომელსაც შეეძლო რაიმე უარყოფითი შეფასება განეხორციელებინა. და ამაზე საუბრობდა ზუსტად გასულ წელს ეუთოოდირის დასკვნა, სადაც ცალსახად წერია, რომ არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, ტექნიკურ პროცედურულად და პროცედურულის ნაწილი არის თავისთავად ხმის ფარულობის ნაწილი, რაც თქვენ აღნიშნეთ, ხო? მიუხედავად იმ გარკვეული წუხილებისა, მიგნებებისა, რომელიც იქ იყო და ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც
ყველაფერი ჩვენ უმწიკოები ვართ და რაღაც შეცდომები არ გქონია, რა თქმა უნდა, ეს იყო და თანდებია ბუნებრივად, ასეც იქნება მომავალში, როდესაც 10,000-ობით ზუსტად, როდესაც ასეთი მასშტაბის ბიზნეს პროექტი ხორციელდება, ბიზნეს პროცესები ხორციელდება, როდესაც ამდენი ადამიანური ფაქტორი არის პროცესში, რა თქმა უნდა, ამხელა წნეხი და ზეწოლა პლუს კომისიის წევრებზე, რა თქმა უნდა, რომ ხარვეზები, გადაცდომები შეიძლება იყოს, მაგრამ თავარი არის ის, რომ ყველა ასეთ შემთხვევაზე იყო სათანადო რეაგირება და ასეთ შემთხვევებს არ გქონდეს გავლენა პოლიტიკურ შედეგზე და სისტემურ დარღვევაზე, რასაც როგორც გასული წლის შემთხვევაში ცალსახად ვკითხულობთ, რომ იქ მსგავს არ ქონია ადგილი და მით უმეტეს ამ შემთხვევაში თქვენ ნახეთ, რომ რაღაც იზოლირებული ფრაგმენტული შემთხვევებისა, სადაც ასევე იყო მცდელობები, რომ რაღაც ჩირკი მოსხებოდა პროცესს, იგივე რაღაც 1000 უსაფუძვლო ბრალდებები იყო გაჟღერებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი ისეთი ხელშესახები, რომელსაც შეიძლება საარჩევნო უბნებზე ხმაური არ გვინახავს. არც ხმაური არ გვინახავს. შეიძლება იყო რაღაც იზოლირებული შემთხვევები, მაგრამ პროცესი იყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად განხორციელებული, რომელიც არ ჩამოუვარდება მათ შორის წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების არჩევნებს. ხშირად სხვადასხვა მედია საშუალებები აი ამ არჩევნებზეც და სხვა არჩევნებზეც აჩვენებენ ხოლმე, როგორ არიან თქვათ საარჩევნო უბნის გარეთ გარკვეული თქვათ რომელიღაცა ამა თუ იმ პარტიის თქვათ წარმომადგენლები, მათ შორის ხელისუფლების თქვათ წარმომადგენლებიც და ამას აჩვენებენ ხოლმე როგორც დარღვევად. ხო, აი ამაზე რომ გავაგებინოთ ჩვენს მაყურებელს, რეალურად ითვლება თუ არა კანონმდებლობით ეს დარღვევა, როდესაც არის ამა თუ იმ პარტიის წარმომადგენელი და თუნდაც აინტერესებს ვინ მივიდა თავისი მხარდამჭერი და ვინ არა. ეს არის დარღვევა. გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ არასდროს ეს კითხვა არ უკითხავთ შემთთვის, მაშინ როდესაც ფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის და რატომ? სწორად აღნიშნეთ თქვენ. ყველა არჩევნებს თან ზდევს, რომ თითქოს გარეთ დგანან პარტიის წარმომადგენლები, კოორდინატორები, თითქოს რაღაც სიები დგანან და ძირითადად ხოლმე მაინც მართველ პარტიასთან მიმართებაში კეთდება ეს ბმა, რომ თითქოს მართველი პარტიის წარმომადგენლები არიან. ძალიან ბევრ ქვეყანაში მეც და ჩემი კოლეგებიც დავკვირვები ვართ არჩევნებს და ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური კულტურის და საარჩევნო კულტურის ნაწილი, როდესაც ყველა პარტიას იმის მიხედვით ვის როგორი შესაძლებლობა აქვს, ყავს თავიანთი წარმომადგენლები საარჩევნო უბნის გარეთ და მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც რამდენჯერმე დავკვირვები ვარ არჩევნებს, იქ შესაბამისი პარტიის ატრიბუტიკით და სიმბოლიკით, კეპები, ჟილეტები აცვიათ, როდესაც ამორჩეველი რომ მივა თუ რაიმე კითხვა აქვს და ის არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერი, მიდის და მათთან არკვევს, მათთან კითხულობს და ასე შემდეგ და ასე ისევე როგორც არაერთ ევროპულ თუ სხვა ქვეყნებში ეს ჩვენ გვინახავს. ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი პროცესის. თავარი არის რომ ყველაფერი განხორციელდეს კანონის ფარგლებში, მათ შორის საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს ვიღაცას რაღაც სიები უჭირავს. თუ საგარეთ საარჩევნო უბნის გარეთ ჩვენ ვნახავთ წარმომადგენლებს, იქ არის მართველი, იქ შეიძლება იყოს მართველი პარტიის, ოპოზიციური პარტიის და ყველა მოკლედ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. რომლებსაც სიებზე კეთდება ასევე აქცენტი და ეს ის სიები არის, რომელსაც ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს გამოთხოვის უფლება, დამუშავების უფლება, რა თქმა უნდა, იმას მიზნობრიობა აქვს, ეხლა პირდაპირ კანონში არ წერია, მაგრამ სიის გამოთხოვა იმიტომ ხორციელდება, რომ თუ რაიმე უზუსტობას აღმოაჩენ, რომ მიმართო კომისიას მის გამოსწორებასთან დაკავშირებით, მაგრამ საჯარო ვერსია სიის რაც არის, ეს არის ზუსტად ის სიები, ნუ ყოველ შემთხვევაში რამდენადაც ჩვენ ესე წარმოგვიდგენია, მათი სიები, იმიტომ ხანდახან ამბობენ რომ ამ სიებში ტელეფონის ნომრები არიან, ბუნებრივია კოორდინატორები მუშაობენ ხო თავიანთ აქტივებთან. მე ხა ნამდვილად სიმართლე გითხრათ, არასდროს არც ერთ პარტიაში ჩემი ცხოვრების განმავლობაში არ მიმუშავია და ამიტომ წარმოდგენა არ აქვს ეს პროცესი თვითონ შიდა პარტიულად როგორ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ეს ჩვენ წარმოგიდგენია და თქვათ საჯაროდ რა ვერსიებიც გავრცელებულა, ეს პირდაპირ გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებთ აქვთ თავიანთ აქტივებად, თავიანთ მხარდაჭერებად, ვისაც მოიაზრებენ მათი სიები და ამაში რა თქმა უნდა, არანაირი დანაშაული არ არის იმაში, რომ მათ მოინიშნონ, ვინ მოვიდა, ვინ არ მოვიდა, ეს არის ჩვეულებრივი პარტიული პროცესი და ერთხელ და სამუდამოდ ჩემი აზრით ამ საკითხით სპეკულაცია უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას, ეს ხდება ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, ეს არის ჩვენებაც რომ კანონდარღვევა არის არასწორია. მაგრამ შეიძლება აქ იყოს ის მომენტი კანონდარღვევა, რომ ვიღაცა თითქოს
ფიქრობდეს თვითონ ეს პარტიის წარმომადგენელი რომ ეს დარღვევარი თითქოს იქ მალავდეს რა უჭირავს თითქოს მალავდეს რომ იქ იმყოფება რომელთაც შეიძლება თვითონ აჩენდეს ამ კითხვის ნიშნებს მაშინ როდესაც მე ვფიქრობ რომ ყველა თუ ამ საკითხზე ვის რომელი არ მნიშვნელობა არ აქვს მართველი პარტიის ოპოზიციური პარტიის სხვადასხვა პარტიების ეს არის ჩვეულებრივი მომენტი მთავარი არის რა რომ კანონი რას ამბობს რომ საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსზე აკრძალულია ამომრჩევლის შეფერხება ამომრჩეველთან დაკავშირებით ან რაღაც ზეწოლა ან რამე ასე შემდეგ ზეწოლა 100 მეტრის იქეთაც იკრძალება რა თქმა უნდა მაგრამ უშუალოდ ამომრჩევლის შეფერხება და ასე შემდეგ ეს პროცესი ესენი არ უნდა დაირღვეს არ უნდა მოხდეს ამომრჩეველზე ზეწოლა და ასე შემდეგ მაგრამ ვინ მოვიდა ვინ არ მოვიდა იმისთვის რომ პარტიამ რაღაც თავის შეფასებები გააკეთოს ეს არ წარმოადგენს კანონდარღვევას მაგრამ სამწუხაროდ წარმოჩენ ისევე როგორც ამარჩევნებზეც იყო მცდელობა ნახეთ ჩვენ ღია მედია საშუალებებში კადრები სადაც იყო ისე მცდელობები დაძდევდნენ ამ გარეთ მყოფ ადამიანებს ხდებოდა იმის წარმოჩენა რომ თითქოს რაღაც კატასტროფა ხდება თითქოს რაღაც მე მესმის მე ვხედავ ასევე იმას დამატებითი ეფექტი შესაძლებლად არის ალბათ უფრო ჩემი აზრით მე ვერ გეტყვით რა მოტივები შეიძლება იყოს ხო ნუ მოტივიც ფაქტობრივად გასაგებია რომ რაღაც ნეგატიურად წარმოჩინდეს კენჭისყრის დღე რომ თითქოს რაღაც ისეთ კანონდარღვევებით არის დახუნზული მაშინ როდესაც კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არ არის კანონდარღვევა ეს ხდება ყველა ქვეყანაში. ამერიკაში არის მოკლედ და ესე რომ შედიხარ საარჩევნო უბანზე, სანამ შეხვალ ერთ მხარეს ერთი პარტიის არის, მეორე მხარეს მეორე პარტიის, ყველა თავის აქტივთან კონტაქტობს და მე მგონი ეს ჯობს კიდეც რომ ალბათ პოლიტიკურმა პარტიებმა თვითონვე გააკეთონ ეს შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ იქ არ არის რომ ერთი ან ორი ან სამი პარტია, ყველას ყავს ეს არის ჩვეულებრივი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელიც კანონმდებლობით არ რეგულირდება. კანონით რეგულირდება რომ ვინმეზე ზეწოლა არ მოახდინო, ვინმეზე რაიმე იძულება არ მოახდინო, არ დაარღვიო ეს პერიმეტრი და ასე შემდეგ, მაგრამ მის მიღმა რა თქმა უნდა ეს არის და თავარი არ გამავიწყდეს მოდიში ვახო დავამატებ, თავარი არის ხო მე არაზოს არ მინახავს ვის რა უჭირავს, მაგრამ რაც გავრცელებულა, ხო? და რაც გვინახავს, რომ თავარი არის რომ პერსონალური მონაცემები არ კონდეს ვიღაცას კანონსაწინააღმდეგოდ დამუშავებული. ეგ რა თქმა უნდა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. დანარჩენი მის მიღმა რაზეც ვისაუბრე, ეს არ წარმოადგენს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება. მოკლედ აი ამ საკითხს თქვენ გაეცით პასუხი და ვინც გვისმენს ალბათ გაიგებს რომ ეს არ არის დარღვევა. ბატონ გიორგი, ეს ის არჩევნები არის სხვათა შორის მიუხედავად იმისა რომ ოპოზიციის ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა, მაგრამ ვინც მონაწილეობდა ის სუბიექტები, ვინც წინა არჩევნებში გადალახა ეს 5%-იანი ბარიერი, მაშინ ფაქტია რომ დღეს აღიარეს არჩევნების შედეგები. ხო, ეს წინა არჩევნებისგან განსხვავებით ლელომაც, გახარიამაც, გირჩმაც ეს შედეგები აღიარეს. ეს ძალიან კარგია საერთოდ ქვეყნისთვის, როდესაც მიუხედავად იმისა მოწოთ თუ არ მოწოთ შედეგები რომ აღიარეს, მაგრამ მეორე ნაწილი ოპოზიციის საუბრობს იმაზე, რომ აი ძალიან დაბალი აქტივობა იყო, იმაზე საუბრობენ, რომ კახიკალაძემ თუ მიიღო 71% რეალურად მოხდა იმის გამო, რომ რეალურად 20% მიიღო, მართლმა გუნდმა კი გააკეთა განცხადება, რომ იმაზე მეტი მიიღო ვიდრე წინა არჩევნებზე, როგორ ხდება ხოლმე, აი თუნდაც სხვა ქვეყნებშიც, თუ თბილისში თქვათ არის მილიონი ამორჩეველი, რა პროცენტი უნდა მოვიდეს, რომ მეტნაკლებად ჩაითვალოს არჩევნები, რომ ჩატარდა ქვეყანაში და სხვა ქვეყნებშიც ამაზე მეტი ამორჩეველი მიდის ხოლმე, როგორ არის დაბალანსებული ეს ამბავი? ძალიან კარგი კითხვა არის. ვახო, მოკლედ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ქართული პრაქტიკით, ისევე როგორც საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით და ჩვენ ბუნებრივია ყველა მიმართულებით გარკვეულ გამოკვლევებს ვატარებთ და რო ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში არჩევნებში ვაკვირდებით, ბუნებრივია არის გარკვეული საკითხები, რასაც ყურადღებას ვაქცევთ. თვითმმართველობის არჩევნები, აი მაგალითად ევროპულ ქვეყნებში თუ ნახავთ, საკმაოდ დაბალი აქტივობით გამოირჩევა ხოლმე. ჩვენ ქვეყნის შემთხვევაში თუ შევხედავთ მაგალითად ეხა 21 წელს განსხვავებული პოლიტიკური კონტექსტი იყო, იქ ამ არჩევნებს წინ უძღოდა გარკვეული შეთანხმება, აპრილის შეთანხმება ეგრეთ წოდებული, რომელსაც შემდგომ ესე რომ ვთქვათ, რომელმაც აწია გარკვეულწილად პოლიტიკური კუთხით ინტერესი ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ის ცოტათი მაღალი იყო, ვიდრე ვთქვათ 2017 წელს, ვიდრე ვთქვათ 2014 წელს, ხო, როდესაც იყო 46, 47, 48%-იანი აქტივობა, ეხა ამ არჩევნებში
არჩევნებზე არის 51%-იანი აქტივობა, ხო? და თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას, მათ რომ მიეღოთ მონაწილეობა, ფაქტობრივად იგივე შედეგზე შეიძლება გასულიყო მეტოზე თუ არა, ხო? ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ რაღაც ისეთი არდნა იყო, რომელსაც რაღაც საფუძველი არ ქონია, პირიქით, ცხადი არის ორმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომელიც დაახლოებით მაგ პროცენტულ ზღვარში თამაშობს, მეტში თუ ნაკლებში პლუს მინუს, რა თქმა უნდა, მათი მონაწილეობის შემთხვევაში ეს სხვაგვარად იქნებოდა. და ასეთივე არის, როგორც უკვე გითხარით, ევროპული და საერთაშორისო პრაქტიკა. მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების აქტივობა ყოველთვის მცირედი არის, ვიდრე ბოდიშ გიხდით აგაგაწყვეტინებთ, აი აქ რა მინდა დავაზუსტო. თბილისში მართლმა გუნდმა გაუმჯობესა წინა არჩევნებთან შედარებით შედეგები, ანუ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, უფრო მეტი ხმა მიიღო? ახლა მე პირდაპირ გეტყვით, ეს ახლა ჩვენი არა, ის მაინტერესებს ინფორმაციული მაქვს ინფორმაციას მაქვს, ინფორმაცია მინდა, შეფასებები ახლა ისი თქმა მინდა. ეს ჩვენი ზოგადად ესე რომ ვთქვათ მუშაობის საგანი არ არის. ვიცი რომ არა, ინფორმაცია მინდა. ეს არის პარტიების რომ ვინ გაუმჯობესა, ვინ არა. თვითონ იკვლევენ აი ეს მეტრი არის გარკვეული, ხო? ოფიციალური მაინტერესებს რო არ ჩაითვალოს თორე პარტიას, მაგრამ რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც ყურადღება გამახვილდა და ასე შემდეგ პირდაპირ შეიძლება ავიღოთ სტატისტიკები, ციფრები და მაგალითად თბილისის მერის შემთხვევაში ვნახოთ, რომ 14, 17, 21 და ასე შემდეგ არის მნიშვნელოვანი ზრდა რაოდენობრივად მხარდაჭერების კუთხით. ეს ზრდა არის, ეს არის ციფრები, ეს არის უტყუარი ინფორმაცია, რომელიც იმთავითვე ცხადყოფს, რომ პირიქით გაზრდილი არის. ეხლა საერთო მაჩვენებელში ვინ რას როგორ თვლის და როგორ უნდა манипуляციურად ეს წარმოაჩინოს, ეს ცალკე შეფასების საგანი არის რა. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ჩვენი კვლევის, ჩვენი მუშაობის საგანი არ არის, ვინ რამდენი მიიღო, რატომ მიიღო მეტი ან ნაკლები, მაგრამ რადგან ამ საკითხთან მიმართებაში გამახვილდა ყურადღება, ჩვენც ვნახეთ ეს და ფაქტია, რომ წინა თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში ბატონი კახი კალაძის შემთხვევაში მასთან მიმართებაში იყო ეს აქცენტი. თამამად შეიძლება ითქვას და ეს ნებისმიერ სურვილს შეუძლია ცესკოს ვებგვერდზე შემაჯამებელი ოქმის შედეგებით თავად ნახოს, რომ ამ არჩევნების შედეგები აღემატება ყველა წინა არჩევნების შედეგებს. საჩივრები. როგორ არის, ანუ ძალიან ბევრი საჩივარი არის შემოსული წინა არჩევნებთან შედარებით, იმაზე მეტია, იმაზე ნაკლებია, რა სტატისტიკა არის დღეს? საჩივრების რაოდენობა ოლქებში გვაქვს 24. ანუ არა. ხო, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დაბალი არის და მათი ისინი ძირითადად უკავშირდება კენჭისყრის გარკვეულ პროცედურებს, იქ არის რამდენიმე საჩივარი ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით, იქ არის კენჭისყრის გარე პერიმეტრთან დაკავშირებით შესაძლო დარღვევებზე საუბარი და რა თქმა უნდა, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები კანონით განსაზღვრულ ვადებში განიხილავენ და თუ სადმე იქნება დარღვევის ნიშნები და სათანადო მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას. უბნებთან დაკავშირებით იყო გარკვეული წუხილები იზოლირებული შემთხვევაში, რიგ შემთხვევაში ისინი ადგილზევე იქნა აღმოფხვრილი შესაძლებლობის ფარგლებში, თუმცა რაიმე ისეთი, რომელსაც რაიმე არსებითი გავლენის მოხდენა შეეძლო და რაღაც ისეთ დარღვევას ჰქონდა ადგილი, ნამდვილად ვერ. და აქვე კითხავთ ფინალისკენ მივდივართ, როდის ვიხილავთ უკვე ახალ მერებს, ახალ საკრებულოებს, რა პროცედურები არის ამისთვის? პროცედურები არის შემდეგი, რომ ცესკოს და შესაბამის კომისიებს აქვთ ზოგადად 15 დღიანი ვადა იმისთვის, რომ შეჯამების პროცედურები გასულიყო. ცესკო მეორე ტური არსად არ არის. ცესკო ამ შემთხვევაში როგორც თბილისის შემთხვევაში, თბილისის პროპორციulis და მერის შემთხვევაში წარმოადგენს ასევე საოლქოს და ჩვენს ამ ვადებში, ოლქის ვადებით ხელმძღვანელობთ ამ შემთხვევაში 15 დღე არის მაქსიმალური ვადა, თუმცა იმის მიხედვით თუ როგორ გაყვება პროცესი, დავების პროცესის ამოწურვა, ეს რა თქმა უნდა ეს განაპირობებს. ვინაიდან ბევრი საჩივარიც არ არის, ეს უფრო აჩქარებს, ხო? და შემდგომ შემაჯამებელი ოქმების შედგენიდან უკვე არის შემდგომ ორკვირიანი ვადა უფლებამოსილების ცნობის, როდესაც უფლებამოსილებაში შევლენ როგორც მერები, ასევე საკრებულოს წევრები და შემდგომ აქვს ცესკოს ასევე გარკვეული ვადა იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიწვიოს პირველი სხდომები, საკრებულოს პირველი სხდომები. პირველი თბილისი ალბათ, ხო? არა, ერთიანად, ანუ ცესკო გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს განკარგულებას, რომლის თანახმადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მოიწვევს საკრებულოების 64 მუნიციპალიტეტში საკრებულოების პირველ სხდომას. აქ არის ესეთი პროცედურა, რომ თბილისის შემთხვევაში
ცესკოს თავმჯდომარე არის ის პირი, რომელიც ქვემდგომ კომისიებში შესაბამისი თავმჯდომარეა. მაინც დედაქალაქია და თუ გახსოვთ ზეპირად, აი რამდენი ამ მოცემულობით, რამდენი ვთქვათ მანდატი მიიღო ხელისუფლებამ, რამდენი ოპოზიცია თუ ზეპირად თუ გახსოვთ. სამწუხაროდ ზეპირად არ მახსოვს, თან ეს წინასწარი მონაცემები იყო, ეხლა მიდის დამუშავება, დიახ და რა თქმა უნდა, ზუსტად არ მახსოვს. ან უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ თვის ბოლოს დიდი ალბათობა იმისაა, რომ შეიკრიბოს უკვე ახალი საკრებულოები და დიახ, სავსებით შესაძლებელია, იმის გათვალისწინებით, თუ როდის მოხდება შეჯამება, შემდგომ პირველი ვადები და იმის მიხედვით შემდგომ ასევე ცესკო როდის მოიწევს პირველ სხდომებს. მადლობა ბატონო. თუმცა უფლებამოსილებაში შესვლა მიბმული არის შემაჯამებელი ოკრების შედგენაზე, იქიდან უკვე შესაბამის ვადებში პირდაპირ შედიან უფლებამოსილებაში. მადლობა რომ მოხვედით და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. გიორგი კალანდარიშვილს უსმენთ თქვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს 4 შაბათს შევხვდებით ნახვამდის.